არასრულწლოვანთა უსაფრთხოება კულტურის სამინისტრომ ახალი დოკუმენტი შეიმუშავა. ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც ქობულეთში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის დროს ქორეოგრაფიული ანსამბლის არასრულწლოვანი წევრები დაიღუპნენ. მინისტრის ინიციატივით შეიქმნა სარეკომენდაციო დოკუმენტი, რომელიც არასრულწლოვნების 24 საათზე მეტი დროით რაიმე ღონისძიებაზე წაყვანის შემთხვევაში უსაფრთხოების სტანდარტებს აყალიბებს. დოკუმენტის შექმნაში სხვადასხვა უწყება მონაწილეობდა. ამ წუთებში პროექტის სამუშაო ვერსიას კომისიის წევრები არასამთავრობოებთან ერთად განიხილავენ. Გამოდენიმე სამინისტროს შორის ეს რეგულაციები, ეს რეკომენდაციები შევიმუშავეთ. დღეს გვაქვს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც ბავშვთა ზრუნვის სფეროში მოღვაწეობენ. Გამოდენიმე სახელოვნებო გაერთიანება კავშირთან, სპორტულთან, ანუ ყველა იმ ორგანიზაციასთან, ვისაც ბავშვებთან აქვს საქმე, ბავშვების კოლექტივებთან. არა მარტო შემოქმედებით თვალსაზრისით გაუწევთ ამ სამინისტროებს დახმარებას და ვიიქნებით მათ გვერდში, არამედ ყველა იმ მოთხოვნას, იმ პრინციპულ მოთხოვნას, რომლებიც ითხოვენ, რომ ბავშვის, მოზარდის, ახალგაზრდის გაყვანა საზღვარგარეთ ან საქართველოს ნებისმიერ ქალაქიდან ნებისმიერ რეგიონში მათი მოგზაურობა იყოს უზრუნველყოფილი როგორც ტრანსპორტით, როგორც სასტუმროებით, ასევე უსაფრთხოებით.